ჩანს ეკრანი ხო? კი. კარგი. მოკლედ, ამ ლექციაზე მინდა რომ Smart DDPM-ი და DDIM-ის ახსნის ნაცვლად ზოგადად score based მოდელები, diffusion მოდელები ახსნა რა არის. და ცოტა ისეთი პერსპექტივა მოვცეთ მაგ ამბავს, რომ მე ნებისმიერ სხვა მოდელის ახსნა და გააზრება ბევრად გაგიმარტივდეთ რა. ერთ ისეთ ფორმატში მოვათავსოთ რა, რომ მე კავშირები მარტივად დაამყაროთ ხოლმე რაღაც ერთ. ნუ ზოგადად DDPM-ი და DDIM-ი ორივე არის გენერაციული მოდელი. და რას ნიშნავს გენერაციული მოდელი ზოგადად? რა გვინდა ვისწავლოთ? სტასკი რა არის რა? გენერაციულ მოდელში რაც გვაქვს რეალური მონაცემები, სიტყვაზე აღწერა ფოტოები და გვაქვს რაღაც სხვადასხვა თეორიულად არსებული მოდელები რა. და ჩვენ გვინდა რომ ესეთი მოდელი ავარჩიოთ და მე ესეთი მოდელის წონები ავიღოთ, რომელთა შორის, ანუ ამ p data-სა და p theta შორის დისტანცია იქნება მინიმალური. ეს არის ძალიან high level task-ი. რეალურად როგორ ტრენინგდება, ხო? არა, დისტანცია თავის მხრივ არის მრავლისთქმელი, ანუ ბევრი მეთოდი არსებობს დისტანციის გასაგებად რა. შესაბამისად, ნუ ახლა კითხვა ისმის, რაც როგორ შეგვიძლია წარმოვადგინოთ ზოგადად დისტრიბუცია რა, p theta. ერთი არის რომ ვცადოთ პირდაპირ PDF-ის განსაზღვრა. რაც ხან ანუ x-ი ტოლია რაც x-ის რო ვიპოვოთ რა არის მაგას ნიშნავს რა. მაგის ერთ-ერთი მაგალითი არის სიტყვაზე ავტორეგრესიული მოდელები. სადაც LLM სიტყვაზე რა. ეგეც გენერაციულია ფოტოებში რაც თეორიულად შეგიძლია რომ given რაღაცა იური პიქსელი დათვალე მარჯვენა ქვედა მარცხენა რაღაც ეგეთი და ეგრე გენერაციულად გადაუყვე რა. ნუ მეორე ვარიანტი არის flow მოდელები, არ ვიცი flow მოდელები იცით თუ არა. flow მოდელების მთელი მუღამი არის რომ invertible არის. ანუ latent space-დან data space-ში და data space-დან latent space-ში შეგიძლია პირდაპირ გადახვიდე გადმოხვიდე რა. აი ვარიაციული აუტოენკოდერი გახსოვთ რა არის? Okay. ხო, ნუ ვარიაციული აუტოენკოდერსაც ერთ-ერთი მაგის მაგალითია და energy based მოდელები არის ზოგადად რაც ერთი დიდი family of models ასე რომ ვთქვათ რა. რომელიც ცდილობს რომ ხო PDF-ი გასაზღვროს. რეალურად ტრენინგის პროცესი ესე იდეურად რაც ხდება არის რომ უმეტესად maximum likelihood-ის პრინციპით მიდის ტრენინგი. და maximum likelihood-ს რეალურად აქვს რაც პრობლემები რა. როდესაც მონაცემები არის დაბალი განზომილების მანიფოლზე განლაგებული, როგორც არის სიტყვაზე ფოტოები. ტექსტი არის ჩვენივე ადამიანების მიერ დისკრეტიზირებული და ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი და რაც ერთი პიქსელი რო აიღო, ეგ პიქსელი რავი, ერთ და იგივე ფოტო შეიძლება იმდენად გავუდეს ერთმანეთს, მაგრამ რიცხობრივად იმდენად სხვადასხვა იყოს, რომ ვერ განასხვავო ვაფშე რა. თვალით, მაგრამ კომპიუტერმა გითხრას, რომ ვაფშე სხვა ფოტო. მაგიტო ხო, ანუ ძალიან მეჩხერი მონაცემები არის. და maximum likelihood-ი კარგად არ მუშაობს მეჩხერ მონაცემებს. მეორე ვარიანტი არის, რომ sampling process-ით წარმოვადგინოთ დისტრიბუცია. და მაგის ნათელი მაგალითი არის განები მაგალითად.
სადაც გენერატორი გვაქვს, დისკრიმინატორი გვაქვს და თუ sample test-ს ვაკეთებთ ფაქტობრივად. და მაგით ვცდილობთ დავატრენინგოთ likelihood-ის გარეშე. ხო, ეგეც განების შექმნის თელი მუღამი ეგ იყო, რომ რაც ვარიაციული ავტოენკოდერი არ იყო ეგეთი მაგარი და მოდი უფრო კარგი რამე შევქმნათო რა. უკეთეს ხარისხი აქვს, ბაზარი არა, მაგრამ რთულია ტრენინგი. ადვერსარიული ტრენინგი ხდება და არასტაბილური არის. mode collapse ნიშნავს, რომ რაც მაგალითად ყოველთვის შეიძლება ერთ და იგივე სხვადასხვა ძაღლის ფოტოებზე რომ დააგენერირო, შეიძლება უმრავლესობა რაც არის, მხოლოდ ეგ დააბრუნოს რა. და სხვადასხვას არ აბრუნებს. და ხო, არ ვიცით როდის გავწყვეტოთ მაგალითად კიდე ეგეც დიდი პრობლემაა. ახლა გადავიდეთ core based მოდელებზე. და ზოგადად რა არის core function-ი? core function-ი არის აქ რაც წერია იდეაში ეგ რა. px-ი თუ არის რაღაცა pdf-ი gradient-ი x-ის მიმართ რო დავთვალოთ logarithm px-ი არის core function-ი. და ესე იდეურად რომ განვიხილოთ, ეგ არის vector field-ი, სადაც ისრები მიმართული არის high probable რეგიონებისკენ. ნიშნავს, რომ მაგის რებს თუ გავყვები სიტყვაზე, მიხვალ ყველაზე probable რაღაცა ჩიხუახუამდე სიტყვაზე. რაღაც ეგეთ რეალურ ფოტომდე რა. და score-based მოდელები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც უფრო დიდი ოჯახი energy-based მოდელები როგორც უკვე ვხსენი რაღაც ესეთი მოდელებია რა პირაპირ შეგვიძლია რომ PDF-ი დავთვალოთ მაგით. მაგაში შედის ავტორეგრესიული flow მოდელებიც და სხვა კიდე. Score-based მოდელები კიდე მაგის subset-ი არის რა. გარ მაგის subset-ი არა, family არის. ახლა როგორ ხდება ზოგადად სწავლება. კაი, გვინდა რომ მაგალითად ეს score-based მოდელი შევქმნათ რა. ჩვენი მიზანი არის რომ დავაპრედიქტოთ x score-ი რა არის და შემდგომ რაღაც მეთოდით როგორც იქნება სიტყვაზე მარკოვის მეთოდით რომ iterაციულად გავყვეთ ამ ისრებს და დავაგენერიროთ story data point. მაგრამ ამისთვის გვინდა რომ რაღაც ორი score function-ი რო ქონდეს, ერთი რაც რეალური score function-ი რო ავიღოთ და მეორე coin score function-ი რო ქონდეს დაგენერირებული, მაგათ შორის სხვაობა დავადგინოთ რა. რომ რაღაც loss function-ი ჩამოვაყალიბოთ შესაბამისად. მაგისთვის კიდე მარტივად შეგვიძლია რაღაც ეუკლიდიანის დისტანცია დავთვალოთ. შესაბამისად ეს არის ფორმულა. მაგრამ ამ ფორმულას პრობლემა აქვს რეალურად. Fisher divergence-ი. Fisher divergence-იც ქვია ხოლმე ამას რა. ამას პრობლემა ის აქვს რეალურად, რომ trace-ის დათვლა გიწევს, როცა ვამარტივებთ რა. და ეგ შეუძლია, intractable არის რა. ძალიან დიდი რესურსი უნდა და ვერ ვაკეთებთ მაგას. მაგიტო სხვანაირად გვიწევს დავატრენინგოთ. Trace რა არის? Jacobian trace არის რა. ეგ რას ნიშნავს ახლა? აი რა კაცი ხატება. კერძო წარმოებულებს ვთვლით
თითოეული x-ის მიმართ და ეს მატრიცა გვაქვს მერე კერძო წარმოებულების. და მაგათი დიაგონალების ნამრავლი არის trace. და ეს ძალიან ხარჯიანი არის. შესაბამისად, გვინდა რომ რაღაცა სხვა მეთოდი მოვუწებოთ რა. და ეგ მეთოდი, აი 2011 წელს იყო вообще მაგის იდეა. არის რომ denoising-ი ვცადოთ. ანუ ეგეთი რაღაც აღმოჩინეს, რომ რეალურად სრუფთა დატის ეგრე გენერაცია რადგან ძალიან რთულია, მოდი რაც noisy data დავაგენეროთ და denoising-ი მე მარტივი ტასკია ბარემო რა. ეგ იყო რაღაც მხრივ იდეა. და ნუ რაც ისე high level-ზეც რო შეხედოთ, ლოგიკური არის რა, იმიტომ რომ ძალიან მეჩხერი მონაცემები თუ არის და რაც ერთი წერტილი რაღაც დიდი სივრცეში არის, მის გარშემო რო რაღაც პატარა ფილდი გააკეთა, ეგ უკეთეს სიგნალს მისცემს მერე მოდელს რა. ხო. ეს ყველა, ანუ აქამდე რაც შევაპარაკე, ოკეი ალბათ, გასაგებია. Okay. კაი. ახლა იქნება ბევრი სიმბოლო და მათემატიკა. ეგ არის რომ ოკეი, კაი. სიტყვაზე გვინდა რომ რაღაც ეს Q sigma იყოს noisy მონაცემი რა. რაც დავაგენერეთ. და ნუ ჩვენი მიზანი არის ახლა რომ ლოსი ჩამოვაყალიბოთ რა იქნება. აქ ხა ამ ფოტოზე რაც ჩანს ფერების მიხედვით. არის რომ წითელი არის პრობლემა ერთი ეგაა. პრობლემაა იმის გამო რომ ჩვენ გვიწევს დავთვალოთ პირდაპირ Q sigma x-ი წარმოებული. და ანუ მაგის დათვლა რთული არის. ან ვერ დათვლი იდეაში რა მაგას. აი მანდრო კონდიშენი კონდეს მაგას დათვლი. კონდიშენი პირდაპირ არის რაც noisy რითიც და noisy რა ეგ. მაგალითად რაც გაუსიანი ან რაღაც ეგეთი. ამ შემთხვევაში არ გვაქვს მაგას ინფო. ანუ შესაბამისად ეს ლურჯი წევრი вообще კონსტანტა არის. იმიტომ რომ ის გვაქვს რა ქვია. წარმოებული არის ან ხო რა კონსტანტა. არ არის დამოკიდებული x-ზე და მაგითო. და მწვანე ნაწილის დათვლა მარტივი არის უბრალოდ. რატო არ არის დამოკიდებული x? ვაი. ბოდიში. რატო არ არის დამოკიდებული x-ზე? დამოკიდებული x-ზე. იმიტომ არ არის დამოკიდებული x-ზე, რომ ანუ ქვედა ნაწილში პირდაპირ დეტერმინანტი რაღა იყო და დერივატივი უნდა დათვალოთ. აქ თვლი რეალურად იმას რა ქვია. ნორმალიზებულ ვარიანტს მაგისას რა. მაგიტო არ არის დამოკიდებული x. აუ მიერეკავენ ერთს ფოტოში. მარჯობა. კაი. მოდ. შეგან მოხდა. სადუყავი? სკორის C კონსტანტე. ხო. რატო იყო კონსტანტა? ხო, დაახლოებით მივხვდი, ხო, ანუ მაინც ხო ვითვლით მაგას.
ან ეს ახლა რაც ანუ ამის ამახსოვრება სიტყვში ეგრე დიდად აზრი არ აქვს. просто ან დაახლოებით flow რო იცოდე როგორ მიდის რა იდეურად მაგით იყო. ნუ ხო ეს წვანე ნაწილი რომ მარტივია, იქ გასაგები არის რა. უბრალოდ expectation-ი არის და მაგიტომ. ეს ნაწილია პრობლემა. და ოდი ამას ჩქარე გავუვლი. რეალურად ალგებრულ ხრიკს აკეთებენ ერთიც, რომ ეს ლოგარითმი შეგიძლია გამოიტანო გარეთ, გაგიბათილდება რაღაცეები. ეს კივები ბათილდება მერე. და მერე კიდე რაღაცას აკეთებენ. ანუ ხსოვს რას. ანუ მოკლედ ალგებრული გარდაქმნებია რა. იცით საბოლოოდ დაიყვანენ იმაზე, რომ ან წესით ისა რა ქვია. bias-ის როლით გარდაქმნეს ეგ. და დაიყვანეს საბოლოოდ იქამდე, რომ ამ რასაც ვაწარმოებთ, ეგ იყოს ჩვენთვის უკვე ცნობილი ფუნქცია რა. რომ ეგ აღარ გაპრობლემდეს. ანუ რეალურად სუფთა დატაზე კაკლის ეგ იყო რა პრობლემა, რომ მან და არაფერი არ ეკეთრა ეგეთ ხელსაჭირდი და მაგითო რთული არის მაგის თქმა. ამ შემთხვევაში გაურს გამოვიყენებთ, მე რა იქ მომენტი ჩდება. და ხო, მაგით გამარტივდა რა. საბოლოოდ მივიღებთ ესეთ ფორმას. ბევრი რო არ ვილაპარაკოთ. ეს შავი რაც არის, ეგ ამთავარი რა. ამ შავში რა წერია ხარ რეალურად რა. ეს θ x-ი არის ჩვენი მოდელი. და ეს მეორე არის უკვე რაც მონაცემები რა. noisy მონაცემები. შესაძლოა აქეთ გადმოვიდეთ. ხო, ან მაგით გამოდის, რომ ჩვენ გვინდა რაც ან ჩვენ ვაგენერებთ მაგიდან გამომდინარე noisy-ან მონაცემებს რა. ან score matching-ი გამოვიდა რა. აი აქ რაც გქონდა ეს მივიღეთ დაახლოებით რა. ნუ მინუსი რო გაიტანა. ანუ საბოლოოდ რაც გამოვიდა არის, რომ ჩვენ ტრენინგი კეთდება მარტივად. პრობლემა არის ერთადერთი ის, რომ ტრენინგი კეთდება noisy-ან მონაცემებს. ანუ სუფთა მონაცემებს ვერ ვკითხულობთ რა. მაგრამ 2011 წელი არის და მაგ დროს მაგარი იყო ეგ შედეგიც. ეგ არის განსხვავება. ნუ ხო, რაც ტრენინგის პროცესი დაახლოებით როგორ იქნება, არის აღწერილი აქ რა. რომ დავსემპლავთ noise, დავანოიზებთ და რაც მოდელს შევშვებ, loss დათვლი და შემდგომ უბრალოდ წონებს შეცვლი რა. მაგის მიხედვით. ეხა შეგვიძლია ისე ისკიდა ნუ ერთი აქედან რაც მინდა არის რომ გენერაცია როგორ ხდება რა. გენერაცია ხდება ან სემპლინგი როგორ გავაკეთოთ. სემპლინგი შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთნაირად რომ რაც noisy მონაცემი თუ გექნება noise მონაცემს რო დავუმატო ანუ რას ეს vector fields ხო გვაძლევს რეალურად საით უნდა გადავაჩოთოთ წერტილები ასე რომ ვთქვათ რა. შესაბამისად ამ vector fields თუ გაყვები მიხვალ კარგ რეგიონამდე ეგვიცით. და ანუ რაც noisy მონაცემით რო დაიწყო და მაგის vector fields გაყვე
მიგიყვანს კარტლერტილამდე რა. ეგ არის აქ ახსნილი უბრალოდ. ეგრე ხდება სემპლინგი. ხო, მაგრამ ეხლა რაღაც გვინდა რომ იდეაში სუფთა მონაცემები წავიკითხოთ რა. მაგისთვის რა შეგვიძლია გავაკეთოთ. აი, აქ არის ზუსტად ეგ რაც თქვი რა. რაც რენდომ მონაცემებით ვიწყებთ, გავყვებით შემდგომ მას რა ქვია, ამ ვექტორ ფილდებს. არა, პრობლემა რა აქვს რა, ამის პრობლემა ის აქვს, რომ რაც ერთ წერტილში მიგიყვანს რა, იმენა თუ გაყვები. და ჩვენ მიზანი ეგ არა, ანუ გვინდა რომ განვასხვაოთ რა. მაგალითად, ზედა რეგიონი შეიძლება უფრო probable იყოს ვიდრე ქვედა და ასე შემდეგ. მაგიტომ noise-ის დამატება ეს კონცესით თეორიულადაც ამტკიცებული არის, რომ უკეთ solution-ამდე მიგიყვანს რა. და რაც იტერაციული პროცესი არის sampling-ი ასე ვთქვათ. და ნუ აქ უბრალოდ ახსენებია. მაგრამ ნუ საბოლოოდ პრობლემა ისაა, რომ რაც ვერ უღებთ, ანუ არ მუშაობს რა პრაქტიკაში ეგ. რატო არ მუშაობს პრაქტიკაში? მაგალითზე გადავალ ახლა. ანუ სუფთა მონაცემებს ვერ ვაგენერებთ რა. ეგა პრობლემა. რაც სუფთა noise-ით რო დაიწყო, ცო noise-ი გაქვს რა. სადმე მეორე. აი. ხო, პრობლემა ეხლა რამდენიმე არის რეალურად. ერთი რაც თავიდანვე ვახსენე, რომ შეიძლება უბრალოდ low dimension manifold-ზე არიან განლაგებულები და მაგიტო შეიძლება იყოს. მეორე პრობლემა ისაა, რომ რეალურად აი შუა ფოტო რაც ხატია რა. მან არის ზედა უფრო high dense რეგიონი ვიდრე ქვედა. მაგრამ როდესაც ამ Langevin dynamics ვიყენებთ, ერთ და იგივე ანუ ერთ და იგივე დაღიქმება მაგისთვის რა. ნუ ეგრე ჩდება რა. შესაბამისად რაც noise-ების დამატება არის ერთი solution-ი რა. ანუ ჩვენ რო ვუმატებთ აქ რაც ერთ კონკრეტან ხო ეგრე ხდებოდა ტრენინგი რომ რაც noise-ი დავუმატე და მერე denoising-ი წადე. და მოდი რამდენიმე noise-ი დავუმატოთ რა level-ები. ნუ რამდენიმე noise რო დავუმატებ იდეაში, ძალიან დიდი noise-დან რო დაიწყო და მერე პატარ-პატარას შეამცირო, მაგით უკეთესი სიგნალი ექნება რა. და მაგის რაც გაიგდო არის ერთი. რა გაჭედა? აი ეს. ნუ იდეაში ხო, რაც ახსენე ეს არა. აქ ხა რაღაცა აი შუა წერტილში რო იყოს სიტყვაზე რა. თუ ცოტა noise-ი გაქვს დამატებული, არ გაქვს ინფორმაცია როგორც პოდერს რა. საით წაიყვანო ეგ შენი რაც data point-ი სიტყვაზე. ეს მარცხენა მხარე შობია თუ მარჯვენა მხარე შობია. მაგრამ როცა noise-ის ვუმატებ, უფრო მეტად გაქვს ეგ იდეა რა, საით წაიყვანო. მაგრამ მან თემა ესაა, რომ ძალიან ბევრს თუ დავუმატებ, ანუ უბრალოდ ხმაური იქნება რა და მეტი არაფერი. მაგიტო ხო რაც რო დავიწყოთ ძალიან დიდი noise-ით და მე ნენელა შევამციროთ, ეგ მოგვცემს უკეთეს ინფორმაცია საით წავიდეთ. აი ამ შემთხვევაში რაც მარცხენა მხარეს თუ არ გქონდა ინფორმაცია, ამ მხარეს sigma 3-ით გვაქვს high level-ზე ინფორმაცია რომ საით არის უკეთესი მონაცემები და ნენელა უფრო და უფრო ზუსტი ინფორმაცია გვეჩდება. რაც უფრო ვამცირებთ noise-ის levels. და აქ არის რაც sampling-ის პროცესი ვიზუალურად აღწერილი.
აქ ჯერ პირველ შემთხვევაში ძალიან მიმოფანტული იყო, მერე უფრო დალაგდა და ბოლო ვარიანტში კიდევ უფრო დალაგდა. და ეს რაც სახელი ანალდ არ ვიცი როგორ გამოითქმის უბრალოდ, მაგრამ მაგას ეძახიან ხოლმე. კაი. ხა როგორ ავარჩიეთ noise-ის scale რა იყოს? noise-ის ანუ ამისთვის ეგეთი რაღაც დამტკიცეს საუთფაქტობრივად რა გეომეტრიული პროგრესის სწავლები თუ იქნება, მაშინ გაქვთ ყველაზე კარგი შედეგია. და რაღაცა თან უკვე თავთ რაღაცნაირი ერთმანეთი. ცოტა იდეურად წარმოსადგენია რა, როგორ, მაგრამ თეორიულად არ ვიცი როგორ მტკიცდება. მაგიტო პროს ფაქტად შეიძლება იცოდეთ ეგ. კაი, რამე კითხვა რა ჯერ? არა. ჯერჯერობით. ოკეი. კაი. ხო, ну ტრენინგი როგორ ხდება ხა იდეურად რა. დავსემპლოთ რაცა პედატადან უბრალოდ ინფორმაციას. სხვადასხვა ლეველის ნოიზებს მოვუდებთ ამათ. მაგალითად რა 1-დან 100-მდე რაღაც ეგეთი. და შემდგომ დავსემპლოთ თვითონ იმ სუბთან ნოიზებს და დავატრენინგებთ მოდელს რა. და ამ შემთხვევაში უკვე მოდელს გადაეცემა noise-ის ლეველი. ანუ ყოველ სტეპზე, როცა მოდელი ტრენინგდება, ან როცა ინფერენსი ხდება. მოდელს აქვს ინფორმაცია, რა არის ძალიან noise-იანი სურათი აქვს ახლა თუ უფრო ნაკლებად noise-იანი სურათი აქვს რა. და ხო, რავი, ეგ იმიტომ აქ რომ ეგ ეხმარება მე იმაში დაადგინოს რამდენი noise არის რეალურად ამ სურათში რა და რამდენია მოსაშორებელი. და ნუ ტრენინგი ისე ჩოლობ რომ gradient descent-ით ხდება. და გვაქვს ისევ score matching. აი, ეხა შევდავა. ნუ აქ უნდა იყოს შედეგი როგორი. ნუ უკვე რაღაც რატო გადავიდა. ნუ რეალური რაღაცები დააგენერირა უკვე რა. მაგარია იქ. ხა შემოდის მეორე ცნება რა რეალურად ეგ არის. მოდი ეს ლეველები ეს კონკრეტულად რაც 100 ლეველიან რაც ეგეთი კი არ ქონდეს იყოს უსასრულო რაოდენობის ლეველებიო რა. და უსასრულო რაოდენობის ლეველები უკვე შეგვიძლია წარმოვადგინოთ რაღაცა პროცესად რა. რაც ფუნქცია კონდეს და ამ ფუნქციას რო გადასცემდა t რიცხვს გიბრუნებთ ამ t დროზე რა იქნებოდა შედეგი. მაგრამ რადგან რაც noise-ის რადგან უმატებთ მან ხო რეალურად ყოველ სტეპზე რაც პროცესი ეგეთი არის რომ უნდა დავსემპლოთ გაუსიდან და იქ დავუმატოთ. შესაბამისად ფიქსირებული დეტერმინისტული პროცესი კი არა, ეს არის სტოქასტური პროცესი. რაც საბოლოოდ რაღაცა დისტრიბუციას გაძლევს, ანუ სულ რო გაუსიანის noise დავუმატო რაღაცა, საბოლოოდ მიგიყვანს გაუსიანის დისტრიბუციაზე რა. ანუ რეალური ვაფშე დაიკარგება ყველაფერი. და აქაც ეგ არა, რომ ნელა იცვლება ყველაფერი.
პროსა პროცესის აღსაწერად იყენებენ ხოლმე დიფერენციალურ განტოლებებს. ამ შემთხვევაში გვექნება სტოქასტური დიფერენციალური განტოლება იმის აღსაწერად, რომ რაც forward პასი რა არის, ეგ ნახოთ და ასევე backward პასი რა არის, ეგ ნახოთ. Forward იქნება ამ შემთხვევაში რაც clean image-დან რომ მივიღოთ ეს вообще noisy image და backward იქნება პირიქით რომ მივიღოთ რა. ანუ აქ მაგალითი არის რას ნიშნავს ეს რეალურად რა. და საბოლოოდ რასაც ვიღებთ არის რომ დაახლოებით გაუსიანის ტოლი იქნება რა იქ საბოლოო ეტაპზე. როგორ შეგვიძლია ავწეროთ სტოქასტური პროცესი. სტოქასტური პროცესის აღსაწერად შეგვიძლია გვქონდეს იდეაში იგივე არის, რასაც X sampling-ში ვაკეთებდით რა. რაც დეტერმინისტული დრიფტი გვაქვს და ეგ დეტერმინისტული დრიფტი უბრალოდ რაც ცნობილი არის, ვიცით რაცა და მარჯვენა ნაწილში გვაქვს უკვე ის noise, რასაც ვუმატებდით ხოლმე რა. ანუ ეს Arnold Langevin-ში რო იყო რა. რაც მივდიოდით high probable რეგიონებისკენ. მაგრამ ასევე პატარა noise-ის ვუმატებ რა, რომ exploration-ი ასე თუ ისე გააკეთოს სხვადასხვა სივრცეების და ერთ წერტილში არ დაკონვერტდეს. და ნუ ახლა აქაც ეგ არის იდეა რა. ნუ forward-ი მარტივი არის, თან საბოლოოდ მაინც სუფთა noise-ი არის და ვიცით რომ უბრალოდ noise-ი რო დავუმატო, ანუ ან პროსა გაუსიდან რო დასემპლო მაგას მიიღებ და reverse-ში გვიჩნდება რომ გვაქვს score function-ი deterministul shift-ად და ეს რაც გაუსიანის noise-ი გვაქვს იმ noise-ად რა, რასაც ვეცებთ. ანუ ეკვივალენტური გამოვიდა რა, ეგ ორი რაღაც ერთმანეთის. ეს ფიქსირებული ისინი noise level-ები რო ქონდეს, იგივე რაც ესეთი სტილით გააკეთო. და ხო, ნუ ეხა ეს დიფერენციალური განტოლება უნდა ამოხსნა და რო ამოხსნი, რაღაც ასეთ ფორმას იღებო რა. ეს არა დიდად მნიშვნელოვანი. შენი რატო იქნება? და ნუ ახლა გადავალთ რეალურად უკვე DDPM-ი რა არის და მერე DDIM-იც რა იდეაში. ნუ ხო რა ვიხარ, რაც ვწერეთ რეალურად მარჯვენა მხარეს მიდიხარ და noise-ის იღებ, მარცხენა მხარეს მოდიხარ და ასუფთავებ ამ noise-იან დატას. სულ მარჯვენა მხარეს გაქვს სუფთა noise. ანუ აი ეს QTX ტოლია PX-ის რო წერია, იქ ნიშნავს რომ PX-ი არის გაუსიდან რო დასემპლო მაგალითად რა. ანუ შენ არ გიწევს საბოლოოდ forward pass-ში მონაცემების ხელით დანოიზება რა. ასე იტერაციულად რო გააკეთო. და პირდაპირ შეიძლება უბრალოდ გაუსიდან დასემპლო. და ხო, აქ რასაც ვაკეთებთ არის რომ იტერაციულად ვასუფთავებთ მონაცემებს. იტერაციულად გასუფთავება ნიშნავს რომ რაღაცა ანუ რაც ის გვაქვს როქია. joint distribution გვაქვს და ვამროლებთ უბრალოდ ერთმანეთზე რა. აი მარკოვის ჯაჭვით გამოდის რა საბოლოოდ რა. ყოველი წინა შემდეგზეა მარტო დამოკიდებული ხოლმე რა. ხო, ნუ ამ შემთხვევაში ხა დანოიზებაზე ლაპარაკი და დანოიზება რადგან ანუ ერთ სტეპზე ეს ბეტა რაც წერია იდეაში ეგ ბეტები არის უბრალოდ ნორმალიზაციისთვის რომ მე კონკრეტული გაუსიანი დაჭდეს რა. და ესე არაფერს არ წარმოადგენს. და ანუ თუ თითოეული სტეპი არის უბრალოდ გაუსიანი, ანუ
მაგალითად მენულე დროდან რო 1-ზე რო გადახვიდე ეგ თუ გაუხსიანია და 1-დან 2-ზე რო გადახვიდე ეგეც თუ გაუხსიანია, რაც 0-დან რო პირდაპირ ტესტზე გადახვიდე, ეგეც უბრალოდ გაუხსიანი არის რა. და მაგიტო ხო ანუ აქ ეგწერია რომ x-ზე პირობაში x0 არის აქვს ესეთი ფორმაო რა. სანსად პირდაპირ შეგვიძლია დავაგენეროთ ეგ. და ახლა ხო ეს diffusion-ის პერსპექტივა რა, რომ დავანოიზეთ, ახლა გვინდა უკანა მხარეს წამოვიდეთ. მაგას ვაკეთებთ იგივენაირად რა. და ეს ყველაფერი რეალურად გავს ვარიაციულ აუტოენკოდერებს. და რატო გავს ვარიაციულ აუტოენკოდერს რა? იქაც გქონდა რომ რაც ენკოდირებას უკეთებდით მონაცემებს, ისე რომ რაც latent space-ში ყოფილიყო გაუსიანის ფორმის და შემდგომ დეკოდირებას ვაკეთებდით მაქედან. აქაც რაღაც მხრივ noisy-დი გარდავქმნით ამ ჩვენ მონაცემებს და მე noisy-დან გვინდა წავიკითხოთ რა იყო რეალურად ეგ მონაცემი. რაც კომპრესია არ კეთდება ესე თეორიულად, იმიტომ რომ ერთი ზომის არა, მაგრამ იდეურად იგივე რაღაცა ხდება მაგაც. და ხო, ხა რეალურად შეგვიძლია რომ ეს ამოცანა განვიხილოთ როგორც ჩვეულებრივ ვარიაციული აუტოენკოდერის ამოცანა. მაგ პერსპექტივიდან რომ შევხედოთ რა. და ვცადოთ რომ მოდი დავისწავლოთ ისეთი, ანუ ეს reverse process-ი დავისწავლოთ ისეთნაირად რომ როგორც ვარიაციულ აუტოენკოდერში არის რომ საშუალოს და ასე რა ქვია სტანდარტული გადახრას მოდელი გიგენერირებს, აქაც ეგეთი რამე ვცადოთ რა. და თითოეულ სტეპზე აგენერირების აი mu theta მაგალითად მოდელი არის აქ. და თითოეულ სტეპზე mu theta-ს მეშვეობით რეალურად ვაგენერირებთ რა იქნება ერთი სტეპით უკანა, ანუ ნაკლებად noisy-იანი სურათი. და მე შეგვიძლია უბრალოდ დავთვალოთ joint distribution რა არის. ანუ ავღოდგინოთ მთელი ფოტო რა. ანუ ოღონდ ვარიაციულ აუტოენკოდერისგან განსხვავებით ერთი განსხვავება რაც არის რომ ენკოდერი არ არის დასწავლადი, იმიტომ რომ უბრალოდ ანუ იქ ენკოდერში რეალურად ვსწავლობდით რომ რაც როგორ დავაკომპრესიროთ ისე რომ რაც მე კარგად ავღოდგინოთ. ამ შემთხვევაში ენკოდერი უბრალოდ noise-ის უმატებს რა და ეგ ცნობილი დისტრიბუცია არის და მაგას არ ვსწავლობთ. მარტო დეკოდერი ისწავლებ. აქამდე ხო გასაგები არის ყველაფერი. თქვი ანუ უფრო off topic კითხვა, ანუ flow მოდელისავით რო იმუშაოს diffusion-მა არ ჯობია, იმიტომ რომ flow მოდელს შეგიძლია latent space-დან პირდაპირ encoder-ში გადახვიდე და ანუ შებრუნებადი ურთიერთშექცევადი პროცესი იქნებოდა. არის ეგ ხო, ანუ ეგეთი მოდელები, ანუ რეალურად ახლა რაც ახსენი აი იმაზე რა ქვია. ამაზე რა. ეს პროცესი რაცა ვაგენერებთ უკან და წამოვიდეთ მე რა, რაც სტოქასტური დიფერენციალური განტოლება უნდა ამოიხსნას, ხო? აქ სტოქასტურობის გამო არის პრობლემა რეალურად, რომ flow მოდელი ვერ იქნება ეს რა. მაგრამ არის მერე ვარიანტი, რაც იდეაში DDIM-ში არის გამოყენებული რა. რომ ეს სტოქასტური დიფერენციალური განტოლება მოდი ჩვეულებრივ ორდინარ დიფერენციალური განტოლება ჩავწეროთ რა. მაგათ თუ ჩაწერ, მაშინ უკვე invertible გამოდის. და შეგიძლია უკვე რომ ზუსტად რაც თქვი ეგ გააკეთო რა, რომ ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გადმოხვიდე ამ პირიქით. პროსა მე მაგას აღმოვაჩენთ, რომ
მან უბრალოდ ინტეგრალის დათვლა გჭირდება და ინტეგრალის დათვლისას მაინც რაღაც მხრივ იტერაცია გჭირდება რა. რაც ცოტა რაოდენობა არის ეგ ბევრად უფრო და მაგიტომ დიდი IEM-ი უფრო ჩქარი არის. გასაგები. ანუ აქ ხა რეალურად რაც მინდა აუხსნა არის რომ ეს core matching მოდელის პერსპექტივა რაც არის იგივეა რაც ვარიაციული ავტოენკოდერით რომ წავიდეთ რა მაგ პერსპექტივით და მოდი ვშადოთ რომ იერარქიული ვარიაციული ავტოენკოდერი ჩამოვაყალიბოთ. ვარიაციული ავტოენკოდერში გვაქვს elbow training-ი რა. და set-დან x-ი გვინდა პირდაპირ დავაგენეროთ. და მაგას ვაკეთებთ რაც ხატია რა px პირობაში z-ი არის რაც გაუსიან დისტრიბუცია, სადაც საშუალო და ვარიაცია არის დაბრუნებული მოდელის მიერ. აქაც რეალურად ეგაა მთელი პროცესი, რომ მოდი მოდელმა დააბრუნოს ის noise-ი, რაც არის დამატებული ამ რაღაც ტესტებზე რა. რომ შენ თუ ვიცი მე noise-ი რა არის დამატებული, გამოაკლებ მაგ noise-ს და მიიღებ unoise ფოტოს რა. და ხო ან თითოეულ შტაბზე იდეაში უბრალოდ noise-ის დაგენერება არის რა. იმის რაც მაგ სტეპზეა დამატებული. ხო, ნუ ამ შემთხვევაში თუ რაც ერთ ეტაპიანი იყო, აქ რამდენიმე ეტაპად გვექნება რა. იერარქიულში რომ იმიტომ რომ ბევრი ლეველი გვაქვს რა, ანუ აქ რაღაც Z2 და Z1 რო წერია, ნუ სინამდვილეში იქნება რა Z100, Z99 და ასე შემდეგ რა. ნუ ბევრი noise level-ი გვაქვს, ბევრი ეტაპი იქნება და თითოეულ ეტაპზე მოდელი დააგენერებს იმ noise-ის, რაც არის დასაბრუნებელი რა. და აქ მერე ხა ეს elbow training-ი რეალურად რაც არის, რომ გავამარტივოთ. და ჩავწეროთ ასეთი ფორმით, ან ეს უბრალოდ გამარტივებული ვარიანტია რა. აქ რაც ხატია ხა, აი ბოლო ხაზზე. ეგ არის ზუსტად იგივე რაც იდეაში score matching-ი არის რა. ან ან საბოლოოდ გამოვიდა რომ რაც elbow t-როცა და ტრენინგი იგივე რაც score matching-ი გააკეთო. ანუ ეს ტრენინგი როგორ ხდება და სემპლინგი როგორ ხდება. სემპლინგი იგივენაირად ხდება აქაც რომ ან ეს anal Langevin dynamic რაც ხო ეგ არის რა. რაც x-т სურათი გვაქვს, რაც random noise არის იდეაში. და მაგ random noise-ი გვინდა რომ ნელ-ნელა მივიდეთ ამ ჩვენი score function-ით რეალურ სურათამდე. ანუ x-ი არის random-ი, ეს რასაც ვაკლებთ არის score function-ი რეალურად ჩვენი მოდელის აგენერებული და მე z-ი რო ემატება z-ი რო ემატება ეგეც რაც random exploration-ი რაც ხდებოდა ეგ რა. ანუ ეს არის ჩვეულებრივ DDPM იდეაში რა. არქიტექტურული თვალსაზრისით ახლა როგორ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ეს რა. denoising-ის მოდელად იყენებენ ხოლმე unit-ს. ნუ აი DDPM-ში ეგრე არის. და რეალურად ეს ტეხო გადაიცემა რა, რომელი ეტაპზე ვართ. ეგ ტე შეგვიძლია რაც embedding-ი შევქმნათ, სიტყვაზე 100 თუ იქნება რაც კონკრეტული embedding-ი მოვანიჭოთ მაგას. და მაგაზე რაც დავაკონდიშნოთ თითოეული layer-ი. და ხანუ რაც რო გადმოეცემა ხა აქ რაც ეს ფოტო რეალურად დანოიზებული ფოტოა რაღაცა ტესტებზე. აგენერებს თვითონ noise-ი რა არის, რაც დამატებული არის იდეაში ამ ტესტებზე, ამ ფოტოზე. პრობლემა იდეაში ხა ამ ყველაფერში ანუ მაგრამ მუშაობს ყველაფერი კარგია, ერთადერთი არის რომ ნელი არის. ანუ ტრენინგიც ნელი არის და ინფერენსიც ნელი არის. ტრენინგში გიწევს რაღაც 1000 სტეპზე სიტყვაზე ატრენინგო და
და მერეც ბევრი სტეპი გიწევს, რომ რეალურად სუფთა ფოტო მიიღო რა. და ინფერენსის სიჩქარეზე რო ვლაპარაკობთ, მან ჩამოდის იდეაში დიდი IEM-ი მერე რა. და აი შენ რაც იკითხე, მაგამდე მივალთ. ჩავედი. შენ წინასაც ხო? ხო. აი ახლა მოდით აქამდე. რეალურად ახლა გვინდა რომ ან თუ გვინდა რომ ავაჩქაროთ ეს პროცესი, ამ სტოქასტურობას თუ მოვაშორებთ, ან რაღაცნაირად ჩავანაცვლებთ, მაგით ავაჩქარებთ რა, რომ ბევრი ეს იტერაციული ეტაპი არ ქონდეს. მაგის გამო გარდაქმნა არსებობს, რითიც საკარწერია დიდად ამტკიცებ ხარ რაღაც. ერთ და იგივე, მაგრამ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ორდინარ დიფერენციალური განტოლებად გარდაიქმნება სტოქასტური. საფორმულა მაგის. ანუ ფორმულა იმის თუ როგორ ამიხსნება მერე თვითონ აი დიფერენციალური განტოლება. და ამ ფორმულაში ერთადერთი რაც არის, რომ რეალურად ინტეგრალი უნდა დათვალო 0-დან t-მდე რა. 0-დან t-მდე ინტეგრალის დათვლა რაღაც მხრივ მაინც კომპლექსური არის რა. იტერაცია მაინც გიწევს, იმიტომ რომ შეგნით რაღაც მოდელი გაქვს რა. ერთადერთი ისა, რომ დიდი IEM-ი რაც ჩვევა არის, რომ ამას დაყოფს ნაწილებად რა. და მერე ანუ შესაძლოა ჩაოლია, რომ დასკიპოს ბევრი სტეპი. ანუ მაგალითად ანუ იმენა ნოიზიდან თუ იწყებს, დაწერს რომ ეგ არის რაც t არის 1000, მოდელი დააგენერებს რაც ნოიზის, მაგას შემდეგ ეტაპზე გადასცემს მაგ დაგენერებულ იდეაში, ნუ რო გამოვაკლო ეგ რო დააგენერო, მაგას და რაც 1000-ის ნაცვლად 900 მაგალითად რა. და მაგით რაც 10 ჯერ შეამცირებს, ან უფრო მეტჯერ შეამცირებს სტეპების რაოდენობას. და ნუ ეგრე ჩქარდება დიდი IEM-ში მერე ეს გენერაციის ინფერენსის სიჩქარე რა. და თან ხო ანუ რეალურად აქ რადგან სტოქასტურობა აღარ გვაქვს, ანუ ამ ფორმულაში. და აქ არ ემატება ის Z რო ემატებოდა ხოლმე რა. დიდი DM-ში მაგალითად. ეგ რადგან იგივეა, შესაბამისად ეს სტოქასტურობა არ გვაქვს და რაც flow მოდელი ხდება რა, იდეურად. ანუ აკვია. ერთი ასახვა არის რა. ბიექტია არის ორ სიმრავლეს შორის. შეგვიძლია რომ უკან დაუბრუნდეთ პირდაპირ. ერთ და იგივე ნოიზი რო ორჯერ შეუშვა, იგივე საგიბრუნებს რა, მაგალითად. იგივე ფოტოს. და ხო, ნუ აი ეს მერე არის იდეაში, ეგენი არ გითხრა. ეს არის სულ რა მიკითხვა არ გქონდა. ცოტა ძალიან ისე high level-ზე ახსნილი არის და იქ unit-ში ეს ყველა layer-ზე უმატებთ. ეს უმატებ, კი, ყველა layer-ზე უმატებთ. კონკატს უკეთებთ თუ? არ ვიცი ეს ზუსტად. ალბათ კონკატი იქნება. შეიძლება რავით ამატება იყოს სიტყვაზე. უფრო მეტად კონკატია ხოლმე ეგრე. conditioning-ს რო აკეთებ.
სადა სხვა რა მეკითხა? ეს შემდეგი ლექცია არის conditioning-ზე არის მგონი და იმაზე, ხო? Stable diffusion-ზე ალბათ. და ნუ მე მაგებს აქვს. იდეურად თუ არის გასაგები უფრო მეტად ალბათ რა. აი კი გასაგებია. Okay, რა. შენ მე დიდ არ მეთქი სალაპარაკო. Короче.